მამისა და ძისა და სულისა წმინდისა და დღეს დაკითხოს აღარებაში მოყვანილი იყო მაგალითი რომ დაბადებიდან მე-40 დღეს უფალი მიიყვანეს წაწაში და სვიმეონი იყო ღვთისმსახური და მიირქვაო ეს უფალი გაიხარდაო და ეს როგორ მოხდა სული წმინდით დაინახავს რომ ის მესია რომელიც ეს არის უფალი და გაიხარდება და კერძე მიირქვამს ამიტომ ქვია მირქმის შესასწავლი შეგვეძიო სვიმეონ მირქმელი და ასევე ჩვენს გულში როდის ვიხოდეთ ღმერთსა როცა რითი ვახარებთ ღმერთსა ვახარებთ როგორ ვექცევით სხვასა როგორც ვექცევით სხვასა ყველა ადამიანი ჩვენი სწავლებით არ ღვთისხადება რადგან გვიძერია ჩვენ დიდას თორჩანტერისთვის იმიტომ რომ მის წმინდა და ცხოვრებას კითხულობს იქ დაინახავს რომ პავლე მოციქული ქრისტიანების კვლელი გახდება მოციქულთა თავი და ვინც კითხულობს წმინდა და ცხოვრებას დაინახავს რომ დიდი ცოდვილები გახდნენ დიდი წმინდანები და ამ დროს კიდე მასმედიაში რა ხდება ადამიანებს ხსენებენ წარსულს ასევე ხშირად ესე იგი იმაში Facebook-ში ან ინტერნეტში იმაში YouTube-ში ვნახავთ რომ რაღაცა ღვთისმსახური ან ბერი რაღაცა იწევლება რაღაცა იცევა იმას გვიჩვენებენ ან რაღაცა ძვირფასი მანქანა ყავს და რა ხდება ეს რატო ხდება იმიტომ რომ ჩვენი არიან ესე იგი როცა ჩვენ გვგლები მოსახურებით ღმერთსა ასევე არიან ადამიანები რომლებიც ესახურებიან ეშმაკს დასვლა ესახურებიან ეშმაკს ვინც მასმედიით ეზავს სიზვას რომას უკეთებს სიზვას უშობას ბესეთყობას ცოდებს ის ემსახურება ბოროტ სოსა ვინც ესე იგი პრობლემების მოგვარებას ხედავს რომში ის ემსახურება ეშმაკს და იმიტომ რომ ღმერთის მიზანი რა არის ყველა ადამიანი გადაარჩინოს და სანამ არ იქნება მეორედ მოსვლა ჩვენი სწავლებით ქრისტიანული ბოროტ სოსა მოქმედების თავისუფლება და იმის მიზანია რომ ყველა ადამიანი წაიყვანოს ჯოჯოხეთში და აი ხშირად ხდება დაშორება ეს მარტო ეგოიზმის გამო კი არ ხდება ბოროტი სულით უწყობს ხელს ამაში რომ ოჯახები დაინგრეს და ყოველ მეორე დაშორება სამწუხაროდ საქართველოში და ასევე ესე იგი ბოროტი სული რას აკეთებს ბოროტი სული აკეთებს იმას რომ ადამიანს ესე იგი შეაძულოს აი პოლიტიკა რა განსხვავება პოლიტიკასა და ქრისტიანობას შორის ის განსხვავება როგორც სვიმეონმა საიდან დაინახა სვიმეონ მირქმელმა რომ ეს იყო უფალი ბავშვი სული წმინდით ესე იგი მორწმუნეები სული წმინდით ესე მორწმუნეების ცხოვრებას განაგებს სული წმინდა მაგრამ ის რომ ადამიანს უგვრეს აი ღვთისმსახურია და ზოგი ლოცვაში ვარდება ზოგი კიდევ უარეს ცოდვაში როშობაში ზოგი წამაზეა დამოკიდებული ბერი ეს როგორ ხდება ეს ისე ხდება რომ როგორც აღარ სხეულს ჭირდება ახლა ჩვენ მეცით რომ თოფურია იმაჯოს იქ მამარდაშვილი იმაჯოს ყარაცხელია კაი ფეხბურთელია მაგრამ იმათ თუ არის ვარჯიშეს წააგებენ და ისე ვერ ითამაშებს ყარაცხელი იქნება სხვა ფეხბურთელი მამარდაშვილი თუ არის ვარჯიშებენ ყოველდღიურად ასევე ეს ღვთისმსახურები რო ქვია და რო ვართ ესე იგი მარტო ცოდნა არაა საკმარისი ბიბლიისა ბიბლიის ცოდნა არაა საკმარისი ჩვენც როგორც ახლა ექიმები სხვებს კურნავენ მაგრამ ხანდახან ზოგს თვითონ სიმსივნით ხდება ან ანთება ემართება ფილდვების ასევე მოდელი ახლა მე რო აღსარებებს ვღებულობ თუ გამიკვირდა ვინმეს აღსარება და თქვი ეს როგორ მოვიდა მაშინ ის სული წმინდა შორდება მადლი და მე შეიძლება იგივე ცოდვაში ჩავარდე ასევე არიან მოძღვრები ძალიან მიყვარს ზოგი მაგრამ ზოგი შეიძლება 100,000 მანქანა ყავდა ახლა შეიძლება არ ყავს ამ დროს ღვთისმსახურია რომ ვეუბნები თავს იმართლებს მაგრამ ისეთი თვისებები აქვს იმ ღვთისმსახურს რაც მე არ მაქვს ესე იგი იმ ღვთისმსახურებიც ესე იგი არიან ესე იგი როგორც თქვი ესე ზოგს ვერცხლის მოყარეობა აქვს
მაგრამ შენ როცა ეკლესიაში მოდიხარ და დაინახავ რომ გდელიო ხეშად მოგიცა და რამდენიც ვთქვი აღსარებაში რომ აი რომ მოვედიო ხუთისგან მოზღვართანო მიცხოვ რომ მე მოდიო აღსარებაზე და მე 5-10 წელი არ მისულ ეკლესიაში ამ ვიღაცა მოვიდა აქ მონასტერში და დაინახა რომ ვიღაცა ბილსიტყვავს და დედამითხრა მაგისა რომ აი შენ ჩემი შვილი იყო ასეც უკან უნდა ახლა რომ ბილსიტყვავდენო ამიტომ ესე იგი 10 წელი აღარ მივიყვან ეკლესიაში და აქ რა ხდება რო იცოდეთ მონასტერში მოდიან ესეთი ხალხი აქ კი არიბადებიან სტუმრებს ღებულობ სტუმარი ხან 60 კაცია ხან 80 კაცია და იქ ახლა ვიღაცა რომ მოდის ის ჩვევა თუ აქ ბილსიტყვაობა კი იცის რა უნდა თქვას მონასტერში მაგრამ ლაბარაკობს მაგრამ ახლა ექიმი ეფიქროს იმაზე რომ ვიღაცას ტუბერკულოზი აქვს და სპიდიაგის არ განიკუნება და აღარ მივიღებ მე მოძღვარი რო ვარ მე ვცდილობ რომ ადამიანები ზოგი სწორდება ზოგი ვერ სწორდება მაგრამ ექიმმა ხომ უნდა მოინდომოს რომ რაც უნდა უკუნებელი სენი კონდეს მიიღოს პაციენტი ასევე მონასტერი არის სული საკურნებელი და სხეულისაც ამის მაგალითია შეამოღავს აგერარი ცოცხალი მაგალითი დავით კანთარია 2007 წელს მოვიდა ჩვენთან უნდა მე-4 სტადიის ინსულინი ფერდობზე და 10 დღეში განიკუნა ყოველ დღე ზიარებით მაგრამ ზოგი უყურებს თვისახურს და ფიქრობს ამ ბერს ვიღაცა იწყებლებოდა მაგრამ ეს როგორ ხდება იმა წერია სახარებაში ნუ გაბრაზდებითო ნუ გადათვლებითო ადგილი არ მცედეს მაგრამ ეს თვისახურია არის მაგრამ ამ ბერია მაგრამ სხვა ადამიანია და თუ გაბრაზდება ეს ბერი ამ თვისახური შეიძლება ესეთი რაღაცები თქვას შეგვობილი გახდეს მაგრამ მე შეინანოს ზოგი ახლა კიდე ჩვენია იმისა როგორ თქვა ეცი და იგივე აღსარებაში მაგრამ ეს არის ბოროტისულისგან ესეც ბოროტისულისგან არის იმიტომ რომ შენ რო დღეს პირი დაიბანე საღამოსაც იბან ხვალ უნდა დაიბანო ყოველ დღე უნდა დაიბანო პირი არიან ადამიანები ხშირად ეცემიან ცოდვაში ზოგი სიზმრაში ზოგი მრუშობაში ზოგი ოცობაში ზოგი ნარკოტიკებზე მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ მოძღვართან არ მიხვიდე ეს ხშირი აღსარება არის და ხშირი ზიარება არის გამოსავალი რო ძლიო შენ თავში ცოდვას ეს სირცხვილი არის ბოროტისულისგან და რა ნათქვამი მეორედ მოსვლის წინო ქრისტეს მოსვლის წინო იქნება ისეო როგორც იყო ნოეს დროს კიდე რა იყო მარტო ნოეს ოჯახი იყო ღმერთთან დანარჩენი კიდე არ იყო ღმერთთან სიზმა მრუშობა ველსიტყვაობა ცოდვები იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ქალწულება იყო დასაცინი რაც ხდება დღეს საქართველოში სამწუხაროდ ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა ჩვენთანაც ღმერთი